სახლში მეკიდა ძალიან დიდი ეკრანი და ბაბუა მათვალიერებინებდა ხოლმე თავის სლაიდებს, იმიტომ რომ სულ მოგზაურობდა და სულ იღებდა ფოტოებს და ეს იყო ზენიტით გადაღებული ფოტოები და იგივე ბაბუას ზენიტი ავიღე მე და საოცრება იყო მართლა ეს რაღაცა ჯადოსნური ყუთი, რომელიც მაძლევდა მე გამოსახულებებს. მუშაობ ძირითადად როგორ ახლა ფირზეც მუშაობ, ფართე ფირზეც მუშაობ, ციფრულზეც მუშაობ, iPhone-ითაც ვიღებ ფოტოებს და ძალიან კომფორტულია ჩემთვის, იმიტომ რომ მაღიზიანებს როცა ქუჩაში ვიღაცებს ვიღებ ხოლმე და მე თვითონ მიხარია რომ კარგი კადრი მაქვს და ამ დროს მოდის ის ადამიანი და გეუბნება რომ აბა მანახე ფოტო, აბა წაშალე, რატო გადამიიღე და ეს აგრესიული ქალაქია ხო ძალიან. გადაღება დავიწყე 2003 წელს. რაც შეეხება თვითონ ჩემს ტექნიკას, მე მიყვარს ესეთი ფლეშის მირტყმა პირდაპირ ბრტყლად. ანუ ბოკეები მაინდა-მაინც არ მიყვარს, მიყვარს ესეთი სიმკვეთრე, სიუხეშე, ცოტა ხულიგნური დამოკიდებულება. ალბათ ისეთი როგორიც მე თვითონ ვარ ხასიათით. ფოტოშოპი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ფოტოშოპის დროს იცოდე ზუსტი დოზირება. იგივეა რაცა იყო ადრე ლაბორატორია. ამით ჩვენ შეგვიძლია როგორც დაშუქების დროს ხდება. ან კონტრასტს უმატებ, ან პირიქით არბილებ, ან სადღაც შუქი უფრო ამოყავს, ან პირიქით უფრო ეს შეხარ კომპოზიტორი. როგორც შენ შექმნი იმ შენ ნამუშევარს და განათებას, როგორც დაარეგულირებ, ხო? ის არის შენი სტილი და როგორ შეიძლება ფოტოშოპის გარეშე გაკეთდეს ეს ყველაფერი. თუ ლაპარაკი გვაქვს კომერციაზე და ხარისხზე, მე გირჩევთ რომ გადაიღოთ RAW-ი და შემდეგ ეს ფაილი დაამუშავოთ ფოტოშოპში. ერთი კარგი საიმიჯო ფოტო რომ გადაიღო, ჭირდება პრე-პროდაქშენი იმას, მერე ერთი კვირიანი პოსტი და ასე შემდეგ და კინოსთან ძალიან ახლოს არის ეს ყველაფერი და ჭირდება ბევრი რამის ცოდნა და მთელი გუნდი მუშაობს ამ ყველაფრის უკან და როდესაც მე დავიწყე კომერციული ფოტოგრაფია, მაშინ საერთოდ არავინ აზიარებდა თუ როგორ უნდა შექმნა ეს ყველაფერი და მე ნელ-ნელა ჩვენით მივხვდით რომ იმისათვის რომ გადაიღო სარეკლამო ფოტო, შენ გჭირდება ცალკე ვიზაჟისტი, მხატვარი, ლოკაციის მენეჯერი, კასტინგ მენეჯერი, გამნათებელი, მსახიობი, კოსტიუმებზე ვინც იმუშავებს, ანუ ძალიან დიდი გუნდია, ასისტენტი, არ ვიცი, შეიძლება ვინმე მავიწყდება კიდევაც, თქვენ არ იცით ხოლმე რა ხდება ჩემს გადასაღებ მოედანზე და იმისათვის რომ მთელი ეს სცენა ჯერ დავდგათ, რა თქმა უნდა, მანამდე სცენარი იწერება, წარმოიდგინეთ. მე სცენა რომ დავდგათ, ჭირდება 1-3-4 საათი, რომ ყველაფერი გათვალისწინებული იყოს, ყოველი დეტალი, ყოველი ნიუანსი. იქ რამე არ შეგვესო, იქ ლოგოს ადგილი სად უნდა დაჯდეს, იქ მსახიობის სწორად როგორ უნდა განალაგო, რა ფერებში უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. აი, მოკლედ ძალიან დიდი შრომაა და მე უკვე მართლა კნოპკას ვინ დააჭერს და ვინ ჩააჩხაკუნებს, მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ანუ მთავარი არის კომპოზიტორი, რომელიც ამ ყველაფერს გაუკეთებს ორგანიზებას და ეს ჩანაფიქრი რომ ბოლოს მართლა სიბრტყეზე აისახოს ისე იდეალურად, როგორც იყო თავიდანვე იდეაში. ყველაზე მეტად მსიამოვნებს მოდის გადაღება, არ ვიცი საიდან გამომდინარეობს, ალბათ იმიტომ რომ ესტეტი ვარ და ძალიან არ ვიცი, ხამი ვარ. არ ძალიან მიყვარს სილამაზე, ზოგადად აი ძალიან მიყვარს ეს გოგოები, მაგათი ძვლები, აღნაგობა, ფერი, ფაქტურა, მოდა ძალიან მიყვარს რა მართლა, რა ვიცი და ჩემი თვალი წყალსვავს ხოლმე, როდესაც ლამაზი კოლექცია მაქვს გადასაღები ძალიან მიხარია.